მაიდნის სცენარი საქართველოსთვის. ბოლო მოვლენები სასიამოვნო არაა. ვაკვირდებით თუ შევძლებდით საქართველოში თუნდაც მაიდნის მსგავსი რამის გაკეთებას. პრამკერების ახალი მსხვერპლი. ვიმედოვნებთ, რომ კონგრესში მალე მივიღებთ ძლიერ კანონმდებლობას. რასაც ხედებს ჯო ვილსონის მრჩეველი და რატომ თვლის, რომ თბილისში საპროტესტო მუხტს გააღვივებს. აი სულ არ აინტერესებს ქვაქვაზე დარჩენება ჩვენ ქვეყანაში, ოღონდ თვითონ იყო ხელისუფლებაში, თვითონ იყო ვასალურ მდგომარეობაში და შეასრულონ აი მაგნიტების და იმ ჯგუფების დავალება. ოპოზიციის ახალი სამიზნე ეკონომიკა. სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში ვარყოფითი მოლოდინების შექმნას, საბედნიეროდ მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ვარაუდები ფინანსურ კოლაფსზე და რეალური რიცხვები. თუ შევხედავთ ამ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტს, დავინახავთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რამდენ პროცენტიანი ზრდა აქვს ქვეყანას მარტის თვეში? რეალობა ერთია და განცხადებები და პროგნოზები პოლიტიკოსების, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი მოსახლეობისთვის არ სრულდება, არის განსხვავებული. ახალი რეალობა ამერიკა, რუსეთი, უკრაინის სამეულში. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დარტყმები, მოლაპარაკებების გზით გამოსავალი ვეძებოთ. გაიტანა თუ არა კიევმა თავისი მოთხოვნები. არ მინდოდა რთული გარიგების გაფორმება, რადგან უკრაინას ძალიან ცოტა ფული აქვს. ისინი განსაკუთრებით რთულ პერიოდს გადიან. რა გაქრა მინერალების შეთანხმებიდან და რა ვალდებულებებს იღებს ვაშინგტონი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 1 მაისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. რუსი პრანკერების ახალი მსხვერპლი ამჯერად ამერიკელი პოლიტიკოსი, კონგრესმენის მრჩეველი და ამავე დროს ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსი გამოტყდა, რომ საქართველოში ახალი საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე მუშაობენ. საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს, აცხადებს პოლ მასარო და აღიარებს, რომ ამას ძალიან ცდილობენ, თუმცა ვინ ცდილობს და რა ძალებით გაან ამ ცდილობის უკან არ აკონკრეტებს. პოლ მასარო ჯო ვილსონის მრჩეველია. გავრცელებულ ჩანაწერებში ის დარწმუნებულია, რომ პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანს ესაუბრება და რა რუს პრანკერს. საქართველოში მაიდნის სცენარის განმეორების გარდა ვილსონის მრჩეველი USAID-სა და NET-საც აკრიტიკებს. მასარო აღიარებს, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობა მემარცხენე ვოუკიზმის იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული და ბევრი რამ არალეგალური და არაკონსტიტუციურიც კი იყო. რაც შესაბამისობაში არ არის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებთან. ქართული ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენის მრჩევლის აღიარებით ჩვენებას რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს. ხელისუფლებისთვის კი ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში უცხო ქვეყნის ძალები გეგმავენ. ჯო ვილსონის მრჩეველს პრანკერები თავად კონგრესმენის რჩევით დაუკავშირდნენ, როდესაც ვილსონს ეგონა, რომ პეტრო პოროშენკოს ესაუბრებოდა. სწორედ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კონსტანტინ ილიესიევის სახელით გაეცნენ ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსსაც. პოლ მასაროს პრანკერების კითხვებზე გულწრფელი პასუხები ჰქონდა. ისაუბრა საქართველოში მაიდნის სცენარის ალბათობაზე, პროტესტის ხელშეწყობაზე და ამ კონტექსტში მეგობარი აქტის მიღების მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა USAID-სა და NED-ის საქმიანობასაც, რაზეც კონგრესმენის მრჩეველმა არ დამალა, რომ ფონდები საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებულ ვოუკ იდეოლოგიის დამკვიდრებაზე მუშაობდნენ. ბევრს არ მოუდგენია, რომ ეს ბიჭები საკუთარ იდეოლოგიებს საზღვარგარეთ ავრცელებდნენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს არ შეესაბამებოდა. საუბარია მემარცხენებთასა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე. ბრალდებების ნაწილი გადაჭარბებული იყო, ხოლო ნაწილი სიმართლე. სინამდვილეში ამ სააგენტოებს დიდი ხანია რეფორმა სჭირდებათ. რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, ეს პროექტები ძალიან პროდუქტიულია. სამწუხაროა, რომ ბავშვი წყალს მიყვება და ეს ნამდვილად ცუდია. ბევრი რამ, რაც ხდება ალბათ ღიად არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია. დამიჯერე ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ საქართველოზე და იქ არსებულ ვითარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ კონგრესში მალე მივიღებთ ძლიერ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, ბოლო მოვლენები სასიამოვნო არაა. ვაკვირდებით თუ შევძლებდით საქართველოში თუნდაც მაიდნის მსგავსი რამის გაკეთებას. თუ შევძლებდით ხელისუფლებაზე ზეწოლას და ახალი მთავრობის არჩევის იძულებას. ეს ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ დიდ ძალისხმევას ვაწარმოებთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ დასახმარებლად ქართული ბატალიონის გაგზავნა შეგვიძლია. ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ მომიტინგეებზე. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ამაზე და ვფიქრობ, ისინი წარმატებას მიაღწევენ.
რა თქმა უნდა, მათ აქვთ ხოლმე წამოწდენები. წამოწდენა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციაზე გარე აქტორები მუშაობდნენ. ასეთია ქართული ოცნების შეფასება. მართლ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ფონდების ანტიეროვნულ მიზნებზე აქამდე თავადაც ღიად საუბრობდნენ, რაც გავრცელებული ჩანაწერის შინაარსმა კიდევ ერთხელ ამხილა. კოლექტიური ჯო ვილსონები ძალიან კარგად ვიცით, რომ ებრძვიან არა ქართულ ოცნებას რეალურად, არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში. არ უნდათ რომ ისმონდეს სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ თავიანთი deep state-ის ხელი შეუწყონ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი აგენტურა როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში. ოპოზიციის ერთი ნაწილი უნდობლობას გავრცელებულ აუდიო დიალოგს უცხადებს, მეორე ნაწილი კი თავად უილსონის მრჩეველს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები და დემონსტრანტები არიან. ღრმა პატივისცემით, მაგრამ ჯო ვილსონის რჩეველის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი არ მოწყობილა, არ მოეწყობა და არც ახლა აქ მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციები. ვის უნებენ და რუსულ მედიას უნებენ და თუ რუსულ პრანკერებს მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები, ხალხი და ახალგაზრდები, რომელიც კონსტიტუციას იცავენ, მათი დემონიზირება არის ერთ-ერთი კრემლის ინტერესი. უმრავლესობა ოპონენტების და ხელისუფლებასთან ოპონირებაში მყოფი გარე აქტორების, მათ შორის ჯო ვილსონის საერთო ინტერესებზე მიუთითებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კონკრეტული ძალები ხელისუფლების შეცვლას სხვადასხვა მეთოდებით, ლობისტებითა თუ ფონდებით ცდილობენ. ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აღიარება, თუ როგორ სურთ კონკრეტულ ძალებს საქართველოში მაიდანიზაციის მოწყობა. ამ ყველაფრის რა თქმა უნდა დასტური იყო სწორედ ის ინსტრუმენტები, რომელიც deep state-ის ხელშია, მაგალითად USAID, NED, რომელიც პირდაპირ გამოაცხადა მოქმედმა ადმინისტრაციამ როგორც კრიმინალური ორგანიზაციები. ყველაზე სამწუხარო, აქ ჯო ვილსონი კი არ არის. და ვიღაც ჯო ვილსონის მრჩეველი და იქ რაღაც კონკრეტული ლობისტური ჯგუფები. ყველაზე გულის ამრევი არის აი ეს ეთნიკურად ქართველები, რომელიც აი ესეთ კონკრეტულ ჯგუფებს ემსახურებიან. პოლ მასარო, ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსი, აქტიურია საგარეო ურთიერთობებში. რუსი პრანკერები ჯო ვილსონის მთავარ მრჩეველს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ჯერ თავად ვილსონი დაპრანკეს. რამდენიმე დღით ადრე კი პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით გაესაუბრნენ სალომე ზურაბიშვილს და უჩან ანუაშვილსაც. ერთი მხრივ გარკვეული ძალების მცდელობა, რომ ყველა მეთოდით შეცვალონ ხელისუფლებას საქართველოში და მეორე მხრივ ქართული დელეგაციის შეხვედრები ვაშინგტონში, რამაც იმედი გააჩნია, რომ შესაძლოა ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ამერიკული ვიზიტის დეტალებსა და შედეგებზე ნინო შუბლაძის ღამის კურიერში ისაუბრა. შეხვედრები მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან და რაც ყველაზე მთავარია, პირველი პირდაპირი დიალოგი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს. ტრამპის მიდგომები რადიკალურად განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, რომელმაც თეთრი სახლიდან წასვლის წინ სანქციებიც დაუწესა ქართველ მაღალჩინოსნებს და სტრატეგიული პარტნიორობას შეაჩერა ქვეყანასთან, რომელიც 30 წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე იყო რეგიონში. ახლა ამერიკა ახალ პოლიტიკას აყალიბებს. თბილისმა უკვე დაიწყო მუშაობა პარტნიორობის აღდგენაზე. ამის დასტურია ქართული დელეგაციის შეხვედრები თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ორივე მხარე პოზიტიურად აფასებს. არ არის გამორიცხული, რომ გარღვევა დაიწყოს და დიალოგი უფრო მაღალ დონეზეც შედგეს. ჩავედით პოზიტიური გზავნილებით და დავბრუნდით პოზიტიური გზავნილებით. ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ვიზიტის შედეგებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური შეხვედრები პოზიტიური გზავნილებით დასრულდა. ღამის კურიერის ეთერშივე სების პრეზიდენტმა განმარტა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაპაუზების მიუხედავად საქართველოს თანამშრომლობა არ შეწყვეტილა და მაისში ქვეყანას სწორედ ფონდის მისია ვიზიტით ეწევა. გლობალური ეკონომიკური წესრიგის გადალაგება ხდება, შეიძლება ასეც ითქვას. საქართველოს ამ გლობალურ გამოწვევებს ეგებება დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება და აი ამ კონტექსტში ჩვენი შუადერე ფანი, სადაც საქართველოს სტრატეგიულ ადგილს იკავებს, ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ. ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შტატებში შეხვედრებმა გამოკვეთა მთავარი, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ქართული ოცნების ხელისუფლების ხედვები ეკონომიკის არაერთი მიმართულებით თანხმედრაშია. ვიცე-პრემიერის თქმითვე, ამერიკას და საქართველოს ასევე დიდი პოტენციალი აქვთ, როგორც სავაჭრო, ისე სხვა სფეროებში თანამშრომლობის კუთხითაც. საქართველოს ინტერესები რომ განავითაროს
საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ამით საქართველოს როლი როგორც რეგიონული ცენტრის სავაჭრო სატრანსპორტო მომსახურების კუთხით გაიზარდოს პირდაპირ ეხმიანება ამერიკის გლობალურ ინტერესებს და აქ ვფიქრობ, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება. ძალიან ბევრ საკითხში არის თანხვედრა პოზიციების, ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელიც უნდა იყოს ურთიერთხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრების შეფასებისგან ოპოზიციის ნაწილი თავს იკავებს, ამბობენ, რომ ეს თემა მათ ინტერესში არაა. ეგ არ არის ვიზიტი. ეგ არის სავალუტო ფონდთან და სხვადასხვა ფინანსურ და ეკონომიკურ სტრუქტურებთან საუბარი, რაც მე არ ვინტერესდება პირადად. რაიმე ერთ მიღწევას რომ დავინახავთ, რომელმაც რიგითი ქართველი ადამიანის ცხოვრებას ასწია წინ. აი მოდი მე ვილაპარაკოთ თუ შევა მიღწევებს. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება სამწუხაროდ გამოუცხადა. ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ შტატებს ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების ინიციატივაც წარუდგინა. ფინანსთა მინისტრი, რომელიც დელეგაციის წევრი იყო, აცხადებს, რომ მემორანდუმმა უშუალოდ ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები უნდა მოიცვას. საფინანსო ინსტიტუტებთან განსხვავებით, რომელიც არის მრავალმხრივი ურთიერთობები, ამ შემთხვევაში არის უშუალოდ საქართველოს და ამერიკას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, გამოიკვეთა რამოდენიმე მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის, ასევე ჩვენ იცით, რომ გავმართეთ არაერთი შეხვედრა ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკებთან, სადაც ასევე დაფიქსირდა ძალიან მაღალი ინტერესი მთელი რიგი მიმართულებების, ეკონომიკური მიმართულების მიმართ. ერთი კვირის განმავლობაში ქართულმა დელეგაციამ შტატებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში. შეხვედრები გაიმართა შტატების კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებშიც, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებსაც საქართველოს დელეგაცია შეხვდა ვაშინგტონში, ქართულ ეკონომიკაზე კვლავ მზარდ პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა ქართულ ოპოზიციას არც მსოფლიო ბანკის და არც სავალუტო ფონდის დასკვნები არ აინტერესებს. პოლიტიკაში ამ დრომდე მიზანს ვერ მიაღწიეს, ამიტომ ახალი სამიზნე აირჩიეს ეკონომიკა, უფრო სწორად კი ცრუ მოლოდინის შექმნა ქვეყნის ფინანსურ კოლაფსზე. უკვე რამდენიმე დღეა ხელისუფლების ოპონენტებიდან თითქმის ყველა ერთხმად ალაპარაკდა ეკონომიკურ კრიზისზე. სად არის სიმართლე ოპოზიცია ხმამაღალი განცხადებებით, მაგრამ ციფრების გარეშე მანიპულირებს. ხელისუფლება კი ბრალდებებს კონკრეტულ სტატისტიკას უპირისპირებს. 9%-იანი ზრდა მარტის თვეში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი აღიარებს, რომ რეგიონში ზრდა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას აქვს და ამ დინამიკას 2025-30 წლებში შეინარჩუნებს. მაშინ რატომ დაიწყო ოპოზიციამ ცრუ ნარატივების შექმნა? პასუხი ერთია, პანიკა ეკონომიკას აზიანებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს ახალი დავალება მისმა ოპონენტებმა გარე ძალებისგან მიიღეს. გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები და მაღალი ეკონომიკური პარამეტრები. პრემიერ-მინისტრი იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მყარი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა ქართული ოცნების მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მარტის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტალის საერთო მაჩვენებელი არის 9.3%. ასევე პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მილიონი ლარის გადაჭარბებით, რაც არის ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის შედეგი. არსებული ეკონომიკური ფონის შენარჩუნება და განვითარება მთავარი ვიცე-პრემიერისთვისაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობენ. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში თან ამას ვისმენთ ხოლმე ისეთი პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებებს უარყოფით, რომლებსაც აქვს პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით გააჩნია. ხელისუფლების ოპონენტები ბრალდებებს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული მონაცემები რეალობას არ ასახავს. თუ შევხედავთ ელემენტარულ სტატისტიკას, ამ ქვეყნის
მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტს. დავინახავთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქე, როდესაც პროდუქტის საყიდლად შედის და არ ყოფნის ფული, რომ სრულფასოვნად ყვებოს საკუთარი ოჯახი, და როდესაც ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს იყო შარშან, ეს არის ის რეალური ციფრები და არა ის პროპაგანდა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ოპონენტების ეს განცხადებები ეკონომიკური პროცესების შეგნებულად დაზიანების მცდელობაა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს გაანმარტა, რომ კონკრეტული პირები კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ და ამ ფორმით ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას და პანიკის დათესვას ცდილობენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას. ამას აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ საბედნიეროდ. მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები, მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ხალხი დაეზაფრათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ თითქოს ეკონომიკა გაუარესდებოდა, უკან წავიდოდა, მინუსსაც კი ვარაუდობდა ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი, თუმცა რეალობა სხვა არის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 2025 წლის მარტის თვეში ეკონომიკური ზრდა 9%-ით განისაზღვრა. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 2025-30 წლების საშუალოვადიან პერიოდში 5.2%-ში ადგენს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ლიეტუელი ევროდეპუტატი მალე წყეულას დაიწყებს. რასა იოკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას ინფექცია უწოდა, რომელიც შეიძლება გადაედოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. ბალტიისპირელი დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს კრემლმა მიიტაცა მის ხელისუფლებას რეჟიმს უწოდებს და დაუყოვნებლივ ითხოვს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების წინააღმდეგ. ფაშისტური განცხადებების ზღვარზე ევროდეპუტატს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ბალტიის წარმომადგენელი ზიზღის ენას ამკვიდრებს და აქვს მოლოდინი, მალე რასა იუკნევიჩი ქართველ ხალხზეც გაილაშქრებს და მას ბიომასას დაარქმევს. ლიეტუელი პოლიტიკოსი აღიარებს, რომ საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ვერ ხვდება, რომ მისი ლექსიკა საქართველოში უფრო აღიზიანებს და ამით ის ურთიერთობებს კიდევ უფრო აზიანებს. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. სიძულვილის ენის შემცველი ტერმინი საქართველოს ხელისუფლების მისამართით რასა იუკნევიჩიანემ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე გამოსვლის დროს გამოიყენა. ევროპარლამენტარმა ლიეტუიდან, რომელიც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ქართველი ხალხი გააკრიტიკა, თქვა, რომ სანქციები და ქვეყნის დასჯა საქართველოში მისთვის მისაღების სცენარის აუცილებელი წინაპირობა იქნება. საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე. იპიპის კონფერენციაზე, რომელსაც დელეგატის სტატუსით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც ესწრებოდა იუკნევიჩიანეს გამოსვლას, ფაშისტური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების ლექსიკა და მიდგომები სრულიად დაშორებულია რეალურ ევროპულ ფასეულობებს. ევროპარლამენტის ლიტველი წევრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. დამნაშავეა ხალხი, ინფექცია უნდა შევაჩეროთ. თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე წესით ქართულ ხალხს მონა ან ბიომასა უნდა გვიწოდოს. დროა ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არ მცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი. არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღო.
ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები, მაშინ, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე და ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც დაფუძნებულია ევროპა. იუკნევიჩიანეს რიტორიკა მოსწონდა ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ქართული ოცნებისა და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხყოფელი ტერმინები, პოლიტიკური ზეწოლის შემადგენელი ნაწილია. ქართულ ხალხს ნამდვილად არ ვადანაშაულებ ის, რომ ინფექცია არის, ეს ფაქტია, ის რომ საქართველოში ეს არის რაღაც მეტასტაზური ხელისუფლება, რომელიც კლავს დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი ევროპული საქართველოს იდეას ამაში ეთანხმები. მე პირადად ძალიან დიდი ხანია ვადარებ ქართულ ოცნებას კანცეროგენულ ერთეულს, რომელიც ხრავს ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სხეულს და რომლის პირობებშიც არავითარი პერსპექტივა ჩვენ სახელმწიფოს არ გააჩნია. ქართული ოპოზიცია და რასა იუკნევიჩიანე საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედ პოლიტიკურ აქტორებად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის დონის მატება სწორედ მსგავსი ევროდეპუტატების სახალისებით არის გაზრდილი. კანონმდებლებმა დღეს ლიეტუელ პოლიტიკოს წარსულში გაკეთებული მოწოდებებით შეახსენეს. კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანას უკავშირებენ ამ თავის აქტივობას, რათა როგორმე საქართველოში მოხდეს რევოლუციური პროცესის განვითარება და ამასთან დაკავშირებით არც დასამალი აქვთ უკვე არაფერი და ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რაც შეიძლება საქართველოს მიმართ განცხადებაში კონკრეტულმა ევროპარლამენტარმა თქვას, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. აი ესეთი ადამიანები ჩვენ ქართველებს მორალს გვიკითხავდა თუ როგორ უნდა დაუწესოთ სანქცია რუსეთს, მაშინ როდესაც მისი ქვეყანა პირველ ადგილას არის, მათ შორის ნავთობის ვაჭრობაში და მათ შორის ღვინის ექსპორტით. საქართველოს გადაგვასწრო და ამ ხალხის მორალი ეხლა წარმოედგინეთ რა უნდა იყოს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობამ საქართველოს შესახებ ტრადიციულად კრიტიკული რეზოლუციაც მიიღო. IPP, რომლის წევრიც ნაციონალური მოძრაობაა ოპოზიციური ფრონტის გასაძლიერებლად, პერსონალური სანქციების სიის გაფართოებას, SWIFT-დან ქართულ ბანკის შახსნას და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. დონალდ ტრამპის მცდელობის პირველი შედეგი შეერთებულმა შტატებმა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე წვდომა მიიღო, თუმცა კიევი ამას თავის დიპლომატიურ გამარჯვებას უწოდებს. ხელშეკრულება ხელმოწერილია. შედეგები მხოლოდ თვეების შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ დოკუმენტი აუცილებლად შეიტანს ცვლილებებს და ახალ დინამიკას სამეულის, ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში. მინერალების ხელშეკრულებაში 4 მთავარი პუნქტია, მათგან არც ერთი არ შეიცავს რისკს კიევისთვის. უკრაინას სრული კონტროლი რჩება წიაღისეულზე, ის განსაზღვრავს სად და რა უნდა მოიპოვონ. ჩიკის საკონტროლო პაკეტი არ აქვს არც ერთ მხარეს და რაც მთავარია, ვაშინგტონი აღარ თვლის, რომ მისი ვალი აქვს კიევს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის ვალდებულება ჩამოაწერა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დონალდ ტრამპმა შეერაღების გაყიდვაზე შეზღუდვა მოუხსნა ამერიკელ მწარმოებლებს. არის თუ არა გუშინ გაფორმებული დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი შეთანხმებას ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს, რადგან მსგავსი დოკუმენტი წლების წინ ქაბულთანაც გაფორმდა, თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკის მოულოდნელმა ცვლილებამ ფურცელზე დაწერილი შეთანხმება უფუნქციოდ დატოვა და ავღანეთის მინერალებს ახლა თალიბები აკონტროლებენ. იშვიათ მინერალებზე შეთანხმება მიღწეულია. ვაშინგტონმა და კიევმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კონტროლი კიევს რჩება და სწორედ ის განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს შტატებმა. ასევე წიაღისეული საკუთრებაში რჩება უკრაინას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით ორ ქვეყანას საშუალება ეძლევა ერთობლივად იმუშაონ, რათა საერთო აქტივებმა და შესაძლებლობებმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დააჩქაროს. დოკუმენტის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა თანასწორ უფლებიანი პარტნიორები იქნებიან. ფონდი კი 50-50-ის პრინციპით შეიქმნება. მასში არ არის საუბარი უკრაინის ვალდებულებებზე შტატების მიმართ. ახლა შეთანხმებას რადას რატიფიცირება სჭირდება. კმაყოფილია დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებით 350 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას ელოდება. ეს სწორედ ის თანხაა, რომლითაც მისი ინფორმაციით პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას დაეხმარა.
დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეორიულად 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეც მივიღებთ. მე მინდოდა ჩვენი ფული დაცული ყოფილიყო. არ მინდოდა რთული გარიგების გაფორმება, რადგან უკრაინას ძალიან ცოტა ფული აქვს. ისინი განსაკუთრებით რთულ პერიოდს გადიან. თუმცა თავის სულელად ვიგრძენი და ამიტომ ვიფიქრეთ, ჩვენ გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ მისაღები რამ გვჭირდება. ჩვენ იშვიათ მიწებზე შევჩერდით. მათ ძალიან კარგი იშვიათი მიწები აქვთ. ეს მათთვისაც კარგია, რადგან ადგილზე ამერიკელები იქნებიან, რაც ვფიქრობ ბევრ ცუდ მოთამაშეს გააძევებს ქვეყნიდან, ან იმ ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ მოპოვებას ვაწარმოებთ. ასე რომ გავაფორმეთ გარიგება და ვარაუდობ, რომ ისინი პატივს სცემენ ამ გარიგებას. უკრაინამ ამერიკასთან წიაღისეულზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დრომდე ჩიხშია. სწორედ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს ისევ უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დარტყმები, შევწყვიტოთ მკვლელობები და შემდეგ მოლაპარაკებების გზით გამოსავალი ვეძებოთ. ახლა მათ აწუხებთ, შეძლებენ თუ არა სამხედრო აღლუმის ჩატარებას და საფუძვლიანადაც, მაგრამ რაზეც რეალურად უნდა წუხდნენ, ისაა რომ ომი კვლავ გრძელდება, მათ უნდა დაამთავრონ ეს ომი კი უკვე 1163 დღეა გრძელდება და ბრძოლას ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ღამით საჰაერო განგაში უკრაინის 14 რეგიონში გამოცხადდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე, სადაც თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლა და მაღაზია. თავის მხრივ თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს რუსეთიც. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის ელჩი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა თურქ დიპლომატთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსა და თურქეთის როლზე სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობასაც. დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები ტერიტორიის მფლობელი თბილისის ცენტრალისგან და უსაფრთხოებაზე პასუხისგებელი მოიჯარე კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორ და რატომ გაჩნდა ხანძარი დილის 6 საათზე ეგრეთ წოდებულ ბორჯომის ვაგზალთან 3 საათში დაიწვა 15,000 კვადრატული მეტრი ფართობი. ეს კითხვა დაზარალებულ მოვაჭრეებსაც აწუხებდა შეპესე ბაქანსაც, რომელიც პასუხისგებელი იყო ბაზრობის უსაფრთხოების ნორმებზე. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის, მოვაჭრეები კი დილიდან დამწვარ ტერიტორიასთან აქციას მართავდნენ. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოვაჭრეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად დაზარალებულების ნაწილმა რკინის ჯებირები გაარღვია და შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სამართალდამცველებმა მოვაჭრეებს ბაზრობის ტერიტორია დაატოვებინეს. ახასია ქონდა ჩვენი ყველას და რაღაცა 2 კაპიკურის ფულს შოულობდით. გაგვეწვა ყველაფერი. 4000 ლარს გადასცა ჩემი საქონელი. იმიტომ რომ მე მაღაზიაში ვიყავ. ფულიც კიდე დამჩა, კაშილოკი და ყველაფერი დამეწვა. დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებსაც ბაზრობაზე ტანსაცმლის, ხილბოსტნეულის და სხვა პროდუქციის მაღაზიები ჰქონდათ, ახლა ზარალის დათვლას და პასუხისმგებელი პირებისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. დაზარალებულები ვართ, ყველა ვითხოვთ შველას რაღაცა პასუხს მოგცენ ან კომპენსაციის სახით ან რაღაც. ხონდა მეორადების მაღაზია. ხალხს მე ყველაზე ცოტას ვამბობ 30000 ლარს ყველაზე მიზერულ თანხას ვიძახი. აქ იყო აუარებელი საქონელი. მოთხოვნა ჩვენი პირველი იქნება ანაზღაურება მოგცონ ამ ხალხს. ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი შპს ბაქანია. კომპანიას ბაზრობის მოწყობა და ფუნქციონირება თბილისის ცენტრალთან გაფორმებული ხელშეკრულებით ევალება. თბილისის ცენტრალს კი ეს ფართი 59 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით საქართველოს რკინიგზისგან აქვს აღებული. შპს ბაქანის დამფუძნებელი დღეს დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. სადაც გაჩნდა ცეცხლის კერა, ხო? იქ ნატურა არის. რამე ირთვება, ჩება მარტო კონტროლები, საკონტროლო ისინი რომ ვიდეო თვალბა რო იმას აღიქვას, დანარჩენს ყველაფერი გამორთულია. მოვაწერეთ ხელი რომ სანამ არ მოვა ექსპერტი და არ დადებს დასკვნას, შიგნით შესვლის უფლება არავის არ აქვს. სისულელია ხო? ვის უნდა დაადო ხელი? სანამ ექსპერტი არ დადებს იმას.
ვიდრე ბაზრობის ტერიტორიაზე პასუხისმგებელი პირი გამოძიების დასრულებას ელოდება დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით თბილისის მერიას მიმართეს. მოვაჭრეებს დღეს ვიცე მერი შეხვდა. შესული ვიყავით ბატონ ირაკლი ხმალაძესთან, გაითვალისწინეს ჩვენი ტკივილი დაწყებით შეხვედრაზე არის კმაყოფილება ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა, მან მითხრა რომ მე ყველანაირი გამოკითხვები ჩაგვიტარა, ვიმუშავებთ ამ თემაზე, მე მყავს ზემო დგომები, ყველაფერს ვითვალისწინებ. დიდუბეში ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გუშინ დილის 6 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის ოპერაციაში 150 მაშველი და 30 ერთეულის სპეცტექნიკა იყო ჩართული. ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 3 საათი, მხრჩოლავი კერების დამუშავებას კი მთელი დღე დასჭირდა. დამწვარია დაახლოებით 15,000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ. დაღარც საგადასახადო ვალდებულებები ექნებათ. ქუთაისის სასამართლომ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა და აკმაყოფილა მოსალოდნელი საფრთხეების განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკისა და მტკიცებულებების განადგურების თავიდან აცილების საფუძვლით 4-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. სწორედ ეს 4 პირი გაუსწორდა ფიზიკურად შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ კობერიძეს, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობების გამო სახეზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ეს საკითხის მოწესრიგება თუ იმეც განაცხენებული ხარ, რომ დაახვდეთ იმას ფიზიკურად გაუსწორდეთ. არა, უშობა კატეგორიის ადამიანი შეიძლება იყოს ის სუდი, შესაძლოა ხელფას არ გიხდიდეს, შესაძლოა სათანადო სამსახურს არ გაძლევდეს, ან პატივს არ ცემდეს, მაგრამ ეს იმის საფუძველი არ არის, რომ ყველას ქუჩაში დაახვდეთ და მას გაუსწორდეთ, ან ჯგუფურად ან პირად. გამოძიება მიჩქარა, რამოდენიმე ჯერ შეცვალა მუხლი და ამ საქმეზე დადგება ყველა შემთხვევაში გამომართლებელი განაჩენი. თუმცა ამ ეტაპისათვის ფორმალურ საფრთხეების არარსებობის მიუხედავად მოსამართლემ გამოიყენა პატიმრობა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება განსაჩივრებული ჩვენს. ბრალი ჩვენს მიერ წაყენებული იქნა 4 ადამიანზე, აქედან 2-ს წაეყენა სისხლის კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი თვალისწინებით დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და საშელისახებით თვალისწინებს 6-9 წლამდე თავისუფლების საფრთხეს. 2 მათგანს წაეყენა ბრალი 225 მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების საფრთხეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და თანა ინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს 9,000 ბიტკოინის დაბრუნება დაავალა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო. დააკმაყოფილდა ასევე დაზარალებული მხარის მოთხოვნა 900 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის დაბრუნების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეზე იყო ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო და არ არის შესული კანონიერ ძალაში. სამოქალაქო სამართლებრივი მიზნებისთვის გულისხმობ, ანუ ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სასამართლოს ჩვენი მოსაზრებით, რომელიც გამყარებული იყო საქმეში არსებული ექსპერტის გულისხმობს საერთაშორისო და შიდა ექსპერტ სამართლებრივი დასკვნებით, რომ სასამართლოს არ ქონდა უფლება, რომ აღნიშნული განაჩენის საფუძველზე განეხილა საქმე გამარტივებული წესით. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სრულად ჩვენი მოთხოვნა და ძირითადი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან იყო ამ ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9,000-მდე ბიტკოინი და შესაბამისად ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დააკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში თუ კი მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სისხლის სამართლის საქმიდან, რომ იგი ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება, რომ დაზარალებულ მხარეს ამ შემთხვევაში მოსარჩელის სამოქალაქო წესით დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით.
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი ანდროჯე ჭინაძე და კიდევ 10 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ და ბრალდებულების ნაწილმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. გადაისინჯა დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. უფლებადამცველები დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და სასამართლოს გირაოს გამოყენებას თავაზობდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელმაც ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმავლის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. მადლობა მინდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებიც მივიღეთ წინა სასამართლოზე. და ასევე პირველად რომ შეგრძნება 5 თვის განმავლობაში როცა ვლაპარაკობთ, რომ მოსამართლე გვისმენდეს ბრალდებაზე რა უნდა თქვა, არც მართლა გაუგებარია, ეს მხრივ მეორე მხრივ სასაცილოა. და მესამე მხრივ არ ვიცი, დეილ კუპერი რომ მოიყვარო თვიტიქსიდან და ქვეცნობიერის გამოძიება რომ დაიწყოს, მაინც ვერ იპოვის იმას, რასაც გვედავებიან. ყველასეებს მიმავლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, მიმავლის საფრთხეს ბუნებრივი ადასტურებს თავად პატიმრობის ბრალდება, მისი მოსავლიანი მკაცრის ანჯელის შიში, რის გამოც ბრალდებულებაში საზღვარ თავი არიდონ, მოსავალ შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებას და მიიმალონ. ყმაურის ფონზე მიმდინარეობდა გირჩი მეტი თავისუფლების და ახალის პრესსამსახურის წარმომადგენლების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში. ანა ყურაშვილს და მირანდა ბაღათურიას 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. მათ პოლიციელის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა. სწორედ ამ შუამდგომლობას მოყვა ხმაურის სხდომათა დარბაზში. მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მანდატურის თანამშრომლობა რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევეს. მოითხოვეს პატიმრობა თან, რამ ჯარიმა კი არა. 25 წლის გოგოს პატიმრობა იმისთვის, სადაც არ იყვნენ საერთოდ. როდესაც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ ფიზიკური იქნება თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანაა, რომ საერთოდ სახელმწიფოში ესეთი ატმოსფერო შეიქმნას, როდესაც შეიძლება პოლიციის, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლის შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფაც ვიხილეთ სამწუხაროდ ასეთი ფაქტიც მოხდა და ზოგადად ამ განუკითხაობის ატმოსფეროს დამკვიდრება, რაც არის შემადგენელი ნაწილი რევოლუციური სცენარისა, ასე რომ ყველა გაითვალისწინოს ჯარიმაც ასაკურველია, ზოგისთვის საკმაოდ რბილი სასჯელია, ვინც სწორედ ამ პოლიტიკური რაკურსით იხილავს ამ საკითხს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და პირველმა მოადგილემ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს. უწყების ცნობით ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები გასცა. მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებულ კლინიკებს ჯარიმის 75%-ს არ გადაახდევინებს. სამედიცინო დაწესებულებებს, რომელმაც COVID-19-ის მართვისას ჯანდაცვის უწყების მიერ დაწესებული რეგულაციები ვერ შეასრულეს, საერთო ჯამში დაკისრებული 26 მილიონი ლარის გადახდა აღარ მოუწევთ. მთავრობის განმარტებით ჯანდაცვის უწყებამ გაითვალისწინა გლობალური პანდემიის დროს არსებული ფორს-მაჟორი. სახელმწიფო საავადმყოფოებს ორ ვარიანტს თავაზობს. ან დარჩენილი ჯარიმის 60 დღეში გადახდა, ან კლინიკასა და სამინისტროს შორის შეთანხმების ფორმება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას საშუალებას მისცემს გადანაწილების პრინციპით თანხა 1 წლის განმავლობაში გადაიხადოს. ეს არის ფინანსურად კლინიკისთვის დიდი შეღავათი. ინგოროყვას კლინიკა ერთ-ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რომელსაც COVID პანდემიის პერიოდში დაგროვებული ჯარიმების გადახდა სრულად აღარ მოუწევს. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად კლინიკები დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ 25%-ს დაფარავენ. მედიკოსები ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება სექტორისთვის მნიშვნელოვანია და გამოთავისუფლებული თანხა კლინიკების განვითარებას მოხმარდება. COVID-ის პერიოდში იყო ძალიან სწრაფი და მწვავე მუშაობა, რადგანაც მთავრობაც ჩვენც ძალიან სწრაფად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და მთავარი იყო COVID და ბრძოლა და ამ სერვისების უზრუნველყოფა კარგად ავადმყოფებისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე თავისთავად დაშვებული იყო შეცდომები როგორც აღრიცხვაში, ისე ჯარიმებში, რამაც გამოიწვია ამ ჯარიმების დაგროვება.
დარჩენილი ჯარიმების დაფარვის შემდეგ კლინიკები ფინანსურ რესურს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახარჯავენ. სფეროს წარმომადგენლების თქმით მიღებული შეღავათით სამედიცინო დაწესებულებების სერვისის გაუმჯობესებას, აპარატურის განახლებასა და კლინიკების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას შეძლებენ. ის რომ სახელმწიფო თulis რომ კლინიკების ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ფინანსური მდგრადობა სამედიცინო სექტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის იმისათვის, რომ უწყვეტი სამედიცინო სერვისები შესაბამისი ხარისხით მიაწოდოს მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ ეს შეღავათი საშუალებას გაუჩენს ინდუსტრიას, რომ დაზოგილი რესურსები მიმართოს ინდუსტრიის განვითარების კუთხით, დაამატოს ახალი სერვისები, ახალი ინფრასტრუქტურული გადაღიარაღება და ასე შემდეგ, რომელიც ვფიქრობ, რომ სექტორისთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად კლინიკებს ფინანსური ვალდებულებების დაფარვა 60 დღის განმავლობაში მოუწევთ. თუმცა სამინისტროსთან შეთანხმებით საჭიროების შემთხვევაში გადასახდელი თანხა 1 წელზე გადანაწილდება. შეღავათით ისარგებლებს ყველა კლინიკა, რომელიც COVID პანდემიის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით დაჯარიმდა. ჩვენ მქონდა საკმაოდ აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან, რომელიც აქ ოპერირებენ, ამ სფეროში ოპერირებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდანაც ამას ექნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ ამ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად ეს არის მეტი შესაძლებლობის მიცემა მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ შორის ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ სწორედ იმას, რასაც ქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მათ მიერ პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად. COVID პანდემიის დროს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა 47 კლინიკას დაეკისრა. თანხის ოდენობა კი დღევანდელი მონაცემებით 26 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობის გადაწყვეტილებით ჯარიმის 75%-ს სახელმწიფო დაფარავს. ყველა გზა რომში მიდის გუშინდელი დღიდან უკვე ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვისაც, რომელმაც იტალიის დედაქალაქის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ქართული ავიაკომპანიის პირველი ავიარეისისთვის რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში საგანგებოდ მოემზადნენ და ბორტ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. რომის გარდა Georgian Airways-ი რეგულარულ რეისებს იტალიის ცნობილ კურორტზე ფორლიშიც ახორციელებს. გაფრენამდე 2 საათით ადრე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას გადიან და ფრენისთვის ემზადებიან. ბოინგი 737-800 რომის მიმართულებით პირდაპირ რეისის შესასრულებლად ბოლო შემოწმებას გადის. აფრენას საქართველოს დროით 12 საათსა და 45 წუთზე ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქისკენ იწყებს. 900 მეტრზე ზღვის დონიდან ჩვენი სიჩქარე ამჟამად 880 კმ/სთ-ია. საფრენად კიდე 1 საათია დარჩენილი რომამდე და დაახლოებით 40 წუთში დავიწყებთ დაშვებას და დავფრინებით რომში. ამით რომში კარგია და მიგვიღებს Georgian Airways-ის ბორტს. ქართული ავიაკომპანია 2 დედაქალაქს დააკავშირებს, დამატებით რეგულარულ ფრენებს მილანისა და ფორლის მიმართულებითაც შეასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია და კომფორტული, იმიტომ რომ სხვა დროს არც მივდივარ ხოლმე თუ გადაჯდომით არის. ირჩევნია რომ პირდაპირ ვიმგზავრო და მე მატარებლით. ნამდვილად მეხმარება დროის დაზოგვაში. ერთ-ერთი კომფორტია დიდი და პლუს ძალიან დიდ დროს ზოგავ, ნაკლებად იღლები და სწრაფად ჩადიხარ დანიშნულების ადგილას. აი ეს პირდაპირ რეისი დროის დაკარგვის ვარიანტი არ არის და რა თქმა უნდა მირჩევნია პირდაპირ რეისი რომ ყოველთვის იყოს. როგორც კი გავიგე რომ გაიხსნა თბილისი რომი თბილისი პირდაპირ პირველივე ავიღე ბილეთი და მივფრინა რომში. ეკიპაჟის მეთაურმა ფრენა რომის საერთაშორისო აეროპორტამდე წარმატებით შეასრულა. თბილისი რომი თბილისის საჰაერო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ფიუმიჩინოს აეროპორტში. ავიაკომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ იტალიის მიმართულებით პირდაპირ ფრენა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მეტად გაზრდის. თბილისის რომის მიმართულებით რეისი განხორციელდება კვირაში 2-ჯერ, 2 სიხშირით. ეს იქნება ყოველ 4 შაბათს და შაბათს. ასევე მოგახსენებთ, რომ ჩვენ დაფრინავთ მილანის და ფორლის მიმართულებით გავხსენით რეისები და ხორციელდება კვირაში 6 სიხშირით. თითქმის ყოველდღიური კავშირია საქართველოსა და იტალიას შორის ფრენებით და ეს ხელშეუწყობს, რა თქმა უნდა, მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მეტი ბიზნესის განვითარებას და ადამიანების დასაქმებას ჩვენს ქვეყანაში.
ახალი საჰაერო კავშირის მნიშვნელობაზე საუბრობს იტალიური მხარე. მათი შეფასებით რეგულარული რეისები ორი ქვეყნის ურთიერთობას უფრო გააუმჯობესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენა. ეს კიდევ უფრო დაახლოვებს ორ დედაქალაქს, რომელსაც ერთმანეთთან ძლიერი კულტურული და სოციალური კავშირი აქვს. გადაწყვეტილება ახალი შესაძლებლობაა ბიზნესისთვისაც. რომის აეროპორტი დაკავშირებადობის კუთხით მსოფლიოს ათეულშია. შესაბამისად, კიდევ ერთი საჰაერო მარშრუტის გახსნა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. მოხარული ვარ ჯორჯიან იარვეისის გადაწყვეტილებით. ჯორჯიან იარვეისი ზაფხულის სეზონზე იტალიის გარდა პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით გააგრძელებს. და დრასასრულს ტრადიციულად სპორტული სიახლეები კურიერში სპორტულ ამბებს ლაშა დვალიშვილი გაგვაცნობს ლაშა საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის დავით მნათია მოგესალმებით. დავიწყოთ რაგბით. მორიგი აღიარება ერგო ქართველ მსაჯს ნიკა ამაშუკელს, რომელიც არა მხოლოდ პირველი ქართველი არბიტრი, არამედ ტიერ 2-ის ქვეყნების პირველი წარმომადგენელი გახდა, ვინც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეზე ტესტ მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა. ამაშუკელისთვის ისტორიული თამაში, რომლის დროსაც ლომები ავსტრალიას შეხვდებიან სიდნეიში 2 აგვისტოს შედგება. მანამდე კი 5 ივლისს ამაშუკელი ასევე მთავარი მსაჯი იქნება მაორი ოლ ბლექსისა და შოტლანდიის მატჩზე და 22 ივლისს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების დაპირისპირებაზე. მოხარული ვარ პირველ რიგში დავინიშნე ლომების ტესტ მატჩზე, მთავარ ტესტ მატჩზე, საფინალო მესამეზე, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ავსტრალიის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მასშტაბური, დიდი ტრადიციების და ფასეულობის მქონე ტურნირი. წარმოვადგენდე საქართველოს სამ ჩემპიონატზე და ამ თამაში იქნება უდიდესი პატივი და სიხარული, იმიტომ რომ რამდენიმე წლის უკან ასეთი რაღაცაზე ოცნება ცოტა რთული იქნებოდა. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ და ყველა ადამიანს, ვინც ხარს მიჭერდა და გულშემატკივრობს. პოდგორიცაში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრები გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა, ინდივიდუალურ გამოსვლებში კი 2 ოქროსა და 2 ვერცხლის медаლი მოიპოვა. მალე მზადებას ივნისში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყოს, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდება. თვითონ ევროპის ჩემპიონატიც ემსახურებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადის ეტაპს და გუნდი, რაც მთავარია, არის ჯამრთელად გამონაკლისი ამ შემთხვევაში ერთადერთი და ისიც დარწმუნებული რომ ხელის შემშლელი არ იქნება ლაშა შავდათუაშვილის ტრამვა და მთლიანობაში გუნდი ჩამოყალიბებულია, გუნდი მობილიზებულია და ამ ევროპის ჩემპიონატმა თავისი სურათი დადო, პლუს ფსიქოლოგიურ ნაწილში და ესე გამარჯვების мотиваცია მისცა გუნდურ ევროპის ჩემპიონატმა საკმაოდ ისეთი აწია ხასიათი, საბრძოლო ხასიათი. ფუთის სპორტულ კომპლექსში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მინიფეხბურთის სუპერფინალური მატჩები გაიმართა. გამარჯვებულები და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელები ამროლაურის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა და მცხეთის პირველი საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები გახდნენ. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წლის 11-დან 20 ნოემბრის ჩათვლით ბრაზილიაში გაიმართება. ცნობდი რომ ჩვენი თამაში იყო რა. და ამის ჩემი გუნდელების ძალიან დიდი დამსახურებაა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და ძალიან დიდი შეთამაშება გვაქვს ერთმანეთში. გონია რომ ძალიან მარტივად წავუმართეთ თამაში. სასიხარულოა, როცა მოსწავლეების და მოზარდების ასეთი აქტიური ჩართულობაა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ბევრი შეფხვევა გქონია იმისი, რომ ასეთ წვრილ პატარ-პატარა გამარჯვებებს სტიმული მიეცათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და უფრო მეტი და მეტი გაეკეთებინათ მუნიციპალიტეტებს იმისთვის, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებებისთვის მიაღწიათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვებიც მოტივატორები გახდებიან სხვა სკოლებისთვის. 2025 წლის ზაფხული დატვირთული იქნება სპორტული მოვლენებით. ივლისში თბილისში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აგვისტოს ბოლოს კი სტარტს აიღებს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი. თუმცა ქართველებისთვის სპორტული ზაფხული სლოვაკეთში გასამართი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება, სადაც რამას სვანაძის გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი იქნებიან. ქართველმა 21 წლამდელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ხორვატებთან 2 რაუნდიან პირისპირებაში მოიპოვეს. პირველი ერთობლივი თურქული შეკრება კი მარტის თვეში თურქეთში გამართეს. თურქეთის შეკრება ნაყოფიერად ჩაიარა, კმაყოფილი დავრჩით.
ქონდა ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ თვითონ უშუალოდ ვარჯიშების დროს დაგვემუშავებინა ეს მიმართულებები და ის სტრატეგია, რასაც ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გამოვიყენებთ, ასევე ვითამაშეთ ორი ამხანაგური თამაში, შედეგები დამოკმაყოფილებელი იყო. საერთო ჯამში კიდევ უნდა მოუმატოთ, ეს ფეხბურთელებმა იციან და ეს დარჩენილი პერიოდი იმისთვის გამოვიყენოთ, რომ უკვე ევროპის ჩემპიონატს სათოფნაში შევხვდეთ. სენტ-ეტიენის 24 წლის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის